საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიმართავს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღიად წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ცალმხრივად შეწყდა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ლელო ძლიერი საქართველოს წევრი თამაზ დათუნაშვილი აფასებს. მისი თქმით, მაშინ როდესაც კობახიძე დანიის მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოში მოქალაქეები მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. მქონდა კონსულტაციები მმართველი გუნდის ლიდერებთან, მათ შორის პარტიული კუთხით პოლიტიკური საბჭოს წევრებთან. ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ღია წერილით მიმართოთ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს. ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ბატონ ანტონიო კოშტას და ქალბატონ რობერტა მეცოლას. გაგაცნობთ ამ ღია წერილის შინაარს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სისხლხორცეული ღირებულებებია. ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ცალმხრივად თქვენი ინიციატივით შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით იძულებული ვართ ღია წერილით საჯაროდ მოგმართოთ. არაერთხელ აგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა პირველ რიგში ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენთვის ევროკავშირის საერთო ევროპული ცივილიზაციური სივრცეა გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევროპულ ბიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის ქართულ ხალხს ეკუთვნის. ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან. ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს. იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, როგორ საშინლად არბებს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა. თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შეასრულა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად. საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივია თქვენ მიმართ ჩდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ. როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიხავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითყოფადობის რღვევას უკავშირდება. როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებებით კრიზისში და ზოგადად საერთოდ მიხავს ევროკავშირი ამ გზას.
სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულობელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის სოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის. რა გეგმა აქვს ევროკავშირის სამმართველობით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ საუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა და პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ. მადლობა, ეს არის ჩვენი ღია წერილის შინაარსი. დღეს ირაკლი კობახიძემ საბჭოთა პროპაგანდის კლასიკურ სტილში კოპენჰაგენში პოლიციის ძალადობა დაგმო. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი სამაგალითო ამბავი. ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის ძალიან იაფფასიანი მცდელობა. დანიაში დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე წუხილის ფონზე საქართველოში უმძიმესი ვითარება არ იცვლება. კერძოდ, კობახიძის ინიციატივით შექმნილი ფასების კომისია კრახით მთავრდება. საქართველოში აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასები იზრდება, გაიზარდა და კიდევ იზრდება. 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს 33%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგიის გადასახადი და გაებერათ კომუნალური გადასახადები კატასტროფულად. საქართველოში უკანასკნელ 2 თვეში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი გაიზარდა 50 თეთრიდან ლარი და 24 თეთრამდე და ეს ზრდა გრძელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად ირაკლი კობახიძე ერთი წუთითაც არ ფიქრობს, რომ საწვავზე აქციზი დროებით შეაჩეროს, ისე როგორც ეს მოხდა ბევრ ქვეყანაში. ქვეყანაში არის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა, საქართველო არის დემოგრაფიულ კრიზისში, მარტო 2025 წლის მონაცემებით 6500-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანია საქართველოში, ვიდრე ახლად დაბადებული და სხვა ქვეყნებში ემიგრაციის გამო მხოლოდ 2020-2025 წლებში 22727-მა მოსწავლემ შეწყვეტა სწავლა და ექნება არასრულფასოვანი საშუალო განათლება. აქვე იმის გარდა, რომ ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანოს სხვაგან და აბსოლუტური აბსურდითა და ქაოსით მონუსხოს პროპაგანდამ ქართული საზოგადოება, მაინც შეგახსენებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან რიცხვს დანიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დანიის საშუალო ხელფასი არის 6500 ლარი. საქართველოს საშუალო ხელფასი არის 782 ლარი. დანიაში პენსია მერყეობს 2000-დან 3000 ევრომდე. საქართველოში 127 евро არის. და აქვე დანია მსოფლიოს ბედნიერების ინდექსით მესამე ადგილზეა, საქართველო კი 91-ზე. დანიაში პოლიციის ძალადობაზე წუხს ადამიანი, რომლის მოძალადე სპეცრაზმელებმა და მოთარეშე ჯგუფებმა ასობით ადამიანის სისტემურად აწამეს სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებში, ჟურნალისტებზე იძალადეს, დემონსტრაციები დაშალეს სხვადასხვა ტიპის ტოქსიკური საშუალებებით და დღემდე 4 თუ 5 ადამიანის გარდა არავინ არ არის დასჯილი ამ ფაქტების გამო. ბოლოს შემიძლია გითხრათ, რომ კობახიძე უბრალოდ გატყუებთ, როგორც ყოველთვის, ცდილობს, რომ თქვენი ყურადღება გადაიტანოს აბსურდზე და ამით საინფორმაციო ბადიდან გააქროს ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვანსა და ნანუკას ფონდის დამფუძნებელს ნანუკა ჟორჟოლიანს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლეს არ აინტერესებდა სამწუხარო ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ აინტერესებდა არც ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა განმარტება და სამწუხაროდ არ აინტერესებდა არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტანილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაკანონებულ მოთხოვნას, რომ თუ ტროტუარზე ზემოთ დგეხარ კიბეების ადგილას, ეს არ არის დასჯადი. ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ ადგილას იდგა. ეს იყო სადამრჩევლო ღონისძიება 3 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლოს დადგენილებებით.
დღეს ნათელია რომ ჩვენ არა გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ბლანკეტური აკრძალვა. ვაპირებთ რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება აპელაციაში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო და ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას. ძირითადად რას ემსახურებას დაჭერები, ყველამ კარგად ვიცით და ნუ უკვე ჩვენ რეალობაში განვლილი პრაქტიკა, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანი დიდი ხინჯი იყო ქართული ოცნებისთვის, რომელსაც მუდმივად დისკომფორტი შემოქონდა. ჯერ იყო ნანუკას ფონდი, მერე იყო პროკურატურა, ნანუკას სახლის შრეკვა და ყოველთვის ის იყო იმ გარემოებაში, სადაც უწევდა რეჟიმთან დაპირისპირება. რეჟიმმა აღასრულა სამდღიანი პატიმრობა ნანუკასთან მიმართებაში, თუმცა მე არ მგონია რომ მისი გამჩერებელი ვინმე იყოს, რომელიმე რეჟიმმა ის გააჩეროს, ვინც მას ისნობს ყველა კარგად იცის მისი ბრძოლის მეთოდები და მისი შეურიგებლობა და სადაც ვიწროა იგაწყეს ნანუკას გამოვა, ყველა გამოვალთ და აბსოლუტურად ყველა ვიქნებით შეურიგებლები იმ რეჟიმთან, რომელიც რეპრესიას ახორციელებს საკუთარ მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ნიგერიის, ეგვიპტის, ნეპალის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სუდანის, იორდანიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების ჯამში 62 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლები პირია. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნით მტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით 80 შეკვრად დაფასუებული ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასუებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პანკისის ხეობაში უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან გარკვეულ მითითებებს იღებდნენ. გამარჯობა, მოგესალმებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განაგრძობს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს. ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ეგრეთ წოდებული ჯამაათის ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულებისა და მათთან შემხელობაში მყოფი სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი ოპერატიულ
სამძებრო ღონისძიებები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ასევე ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 და 226 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულის საჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე იორთან ახლოს ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა. ფერმაში განთავსებულია 1000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, 2 ცხენი და 6 ძაღლი. მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა 5 ძაღლი, 1 ცხვარი და 1 სული მსხვილფეხა საქონელი. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. მოკლებით დადგინდა, რომ აღნიშნული ცხოველები არ იყვნენ ვაქცინირებულები ცოფის საწინააღმდეგოდ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცოფის დაინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით დაწესდეს 6-თვიანი ზედამხედველობა. დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები, დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თერჯოლაში სოფელ ახალ თერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამოები დაფიქსირდა. ამავე დროს ბიზნეს ოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. გამოვლენილი შეუსაბამოების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.